პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების გამოცხადებული ქრონიკა და სასამართლო პროცესების კიდევ ერთი დღე რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარის გამო პირველი განაჩენი პატიმრობის სახით ზურაგ ჯაფარიძის საქმეზე უკვე გამოტანილია, თუმცა რიგში კიდევ არაერთი პოლიტიკოსი დგას. დღეს რამდენიმე საათში სასამართლო ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე კიდევ ერთი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის შესახებ უკვე იმსჯელეს. თარგამაძეს ლელოს ლიდერების და გიორგი ვაშაძის მსგავსად წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირა უკვე გადახდილი აქვს, თუმცა ახლა სასამართლომ მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს და ეს 27 ივნისს მოხდება. ქეთი ნადიბაიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში სასამართლოდან, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი. გივი თარგამაძის ხდომაც დასრულებულია და მისი საქმის განხილვაც არის დასრულებული. 27 ივნისს პარასკევს გამოაცხადებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას. ეს არის სწორედ გივი თარგამაძის მოსამართლე ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის საქმეზე. ბრალდებული პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ ეს დიდი ალბათობით იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ბრალდებული პოლიტიკოსი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში ამ საქმესთან მიმართებაში არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში უკვე გამამტყუნებელი განაჩენი და საპატიმრო სასჯელი არის გამოცხადებული. გივი თარგამაძის წინასწარ პროგნოზის გაკეთება უჭირს. მის შემთხვევაშიც იდენტური სასჯელი იქნება თუ არა გამოყენებული, საპატიმრო სასჯელი თუ ეს იქნება ფულადი ჯარიმა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის დამოკიდებული ქართული ოცნების პოლიტიკურ გეგმაზე, რომელსაც ზედმიწევნით შეასრულებს ნებისმიერი მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომ ამ 8 პოლიტიკოსის საქმეებს სხვადასხვა მოსამართლეები იხილავენ. პროკურატურამ ეხლა წარმოადგინა მტკიცებულებად ვიდეო ჩანაწერი, სადაც ეს ვიღაცა არსება, რომელსაც ქვია წულუკიანი, ვიგინდა რა ვიღაცა უზრდელი, გაუზრდელი, მე მივარებს კომისიაზე როგორ რომ გივი ჩვენ ვართ. აი ეგრე რომ დაიბარო ბიზინა მივა ეგ ბები ამისი რომ დაიბაროს ეგრე არ უნდა რას ნიშნავს და ეგრე მიბარებენ კომისიაზე. მე თვითონ ვიყავი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე საგამოძიებო. გახსოვთ რა მომზადდება ჩემგან? მე ვარ მზად ყველაფრის. მე ამისთვის რომ არ ვიყო მომზადებული, ხო პუტინის ზევნელი ვარ 25 წელი ბელორუსში მაქვს მოჯილი. რუსეთში მაქვს ციხეში ჩაჯდომა მოჯილი. მზად ვარ, აბა რა გიჟი კი არა ვარ ეგრე რომ ვიქცევი. მხოლოდ ერთ დღეს 5 ბრალდებული პოლიტიკოსის საქმეა ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში. ზურაბ ჯაფარიძის ხდომა, როგორც იცი, საზოგადოებამ უკვე დასრულებულია გამამტყუნებელი განაჩენით. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გივი თარგამაძის პროცესიც, რომლის შესახებ განაჩენი გამოცხადდება 27 ივნისს და კიდევ 3 ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლოს ხდომები გაიმართება საგამოძიებო კომისიის საქმეზე. ნიკა მელიასი და ასევე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის. ამ ბოლო 2 პოლიტიკოსის შემთხვევაში ეს არის უკვე ბოლოს ხდომა და ველოდებით დღეს გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლე ზვიად შარაძის მხრიდან. ერთი და იგივე მოსამართლე ყავს, როგორც მამუკა ხაზარაძის, ასევე ბადრი ჯაფარიძეს. ბრალდებულები არ აპირებენ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებას და ისინი პარტიის ოფისიდან მიადევნებენ თვალს მათ წინააღმდეგ გამოტანილ ვერდიქტს.